საქართველოს დიდ ქალაქებში ენერგოვაუჩერების გაცემა თითქმის დასრულებულია და დღეიდან პროცესი უკვე რეგიონებში დაიწყო. მარტის ბოლოს ვაუჩერების დარიგების პროცესი დასრულდება და სახელმწიფოსგან გამოყოფილ შეღავათს ყველა ოჯახი მიიღებს. მათ, რომლებიც ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული არ არიან, სოციალური მომსახურების სააგენტო ახალ სერვისს თავაზობს. კორპატაშვილების ოჯახში ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი სოციალურმა აგენტმა მიიტანა და დიასახლის მისი გამოყენების წესიც აუხსნა. ეს არის თქვენი ვაუჩერი, რომელიც თქვენ დავალიანებას დააკლებს 20 ლარს. სადაც წარვადგინოთ. სამიერთებას არ სადგინოთ. ამ ვაუჩერს წარდგენა არ გჭირდებათ, ავტომატურად ჩამოიჭრება მარტის ბოლოს. გაცილებით ბევრი მოვიდა ამ თვეებში. რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია ჩვენთვის და ალბათ ყველასთვის. ენერგოვაუჩერებს კარდაკარის პრინციპით არიგებენ. თითოეული სოცაგენტი დღის განმავლობაში 30-ზე მეტ ოჯახში მიდის. ვაუჩერების დარიგებისათვის მობილიზებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი. ძალიან უხარიათ ეს შეღავათი, ელექტროენერგიის 20 ლარიანი შეღავათი. და იმედი აქვს, რომ კიდევ იქნება ესეთი დახმარება. ვაუჩერების დარიგება უკვე სრულდება 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. დღეიდან კი 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესი დაიწყო საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში. პრეზიდენტი საჩუქარს მარტის ბოლოსთვის ყველა ოჯახი მიიღებს. ძალიან დიდი შეღავათია ჩვენთვის 20 ლარის ვაუჩერი. შაშანას გვაჩუქეს, მოგცეს, გაგვიხარდა. წელსაც შეღავათი აბა არ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ოჯახის ბიუჯეტს წინ წასწევს, რა თქმა უნდა. ამ ინფორმაციის დამოტანა ეკრანზე ნიშნავს, რომ რეგისტრაცია არის და სოციალური მომსახურების სააგენტო მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს თავაზობს. სააგენტოს საიტზე სპეციალური გვერდი გაკეთდა. გრაფაში აბონენტის ნომრის შეყვანის შემდეგ მონაცემები ეკრანზე გამოდის. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ მონაცემები დარეგისტრირებული არ არის, ამ პროცედურის გავლა სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში შეიძლება. განსხვავებით წინა წლისგან, როდესაც ადამიანებს უხდებოდა მოსვლა სააგენტოში ან სადისტრიბუციო კომპანიაში განცხადების დაწერა და მთელი ამ რთული პროცედურების გავლა, დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პირველ რიგში შეამოწმოს, არის თუ არა ბაზაში მოხვედრილი, თუ არ არის ელექტრონულად გაიაროს რეგისტრაცია. შაშანდელის მსგავსად მოქმედებს ვაუჩერის გასხვისების პრინციპი. სოლიდარობის აქციაში ჩართვა დღეს ხათუნა თაკალანძემაც გადაწყვიტა. მისთვის განკუთვნილი ვაუჩერი მეზობელს, გოგიტიშვილების 4 სულიან ოჯახს აჩუქა. ამ ოჯახს მე ვიცნობ და ვიცი მათი გასაჭერით. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე. ბევრი ელექტროენერგია დაგვიწვა, ნახევარზე მეც გვიფარავს ვაუჩერი. ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერის დარიგების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მძიმე ზამთრისა და ამის გამო გაზრდილი გადასახადების გამო მიიღო. ყვარელში ახალი კლინიკის გასახსნელად ჩასულმა პრეზიდენტმა დღეს მისი ინიციატივის არასწორ ინტერპრეტაციაზეც ისაუბრა. საშინელად აღიზიანებთ ეხლა ეს 20 ლარიანი ვაუჩერები. ხა მათთვის ის რომ ბენზინი ძვირდება იმის გამო რომ სოფლიოში არეულობა არაფერი არ აეხა. ჩაასხავენ თავის ჭკუით 5-10 ლარით მე დიდი არაფერი და მათთვის ვისაც საგაზაფხულო სამუშაოები აქვს ჩატარებული, ყოველი ლარი არის ძალიან ძვირფასი. და ყოველი ლარი ნიშნავს 100 მეტრი კვადრატული მეტრი შენი მიწის, შენი ჰექტარის რაღაც ნაწილის დაუმუშავებლობას. და ამიტომ აღიზიანებთ მიწის ვაუჩერი. ენერგო ვაუჩერები, დიდი ამბავი ეხლა. 20 ლარით უნდა ხალხის ყვიდო, ხალხის ყიდვა გვინდა. ხალხმა ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე. ხალხისთვის ოდნავ მაინც სოლიდარობის გამოხატვა დახმარება, რა თქმა უნდა ჩვენ არც ნავთობ დოლარები გვაქვს და არც გაზპრომის რაღაცა შემოსავლები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის რაც გვაქვს, არაკორუმპირებული, შედარებით ეფექტური მთავრობის ფუნქციონირებით შემოსავლები, რომელიც სამართლიანად უნდა გადაუნაწილოს ჩვენ ხალხს. ასევე პრეზიდენტის ინიციატივა იყო გასული წლის დეკემბერში 30 ლარიანი სასოფლო სამეურნეო ვაუჩერის დარიგება. საქართველოს 5 დიდი ქალაქის გარდა საჩუქარი ყველა რაიონმა უკვე მიიღო. სასოფლო სამეურნეო ვაუჩერები გლეხებმა ზამთარში მიიღეს. მათ განაღდებას კი ისინი ახლა ხუნათ ეს სეზონის დაწყებისთვის გეგმავენ.